ნაძვის ხის სათამაშოები და დეკორაციები ახალი წლის მთავარი სამკაულია. რა თქმა უნდა, მაღაზიებში ყველაფრის შეძენა შესაძლებელია, თუმცა ეს არც ისე იაფია. ამიტომ ჩვენ გასწავლის რამდენიმე ხერხს, როგორ გააკეთოთ საკუთარი ხელით საახალწლო ნივთები. პირველ რიგში დაგჭირდებათ მუყაო და ფერადი ლენტები. აიღეთ თეფში, დაადეთ მუყაოს ნაჭერს და კალმით შემოხაზეთ წრე. შემდეგ უფრო მცირე ზომის წრე მოხაზეთ. მაგრატვით გამოჭერით გარეთ ამხარე, ხოლო შიგნითა ნაწილი დანით ამოჭერით. აიღეთ სასურველი ფერის ლენტი და მჭიდროდ შემოახვიეთ. ძაფით მიამაგრეთ ისეთი ფერის ბანტი, რომელიც ლენტს მოუხდება. კარგად დაამაგრეთ და გაუკეთეთ საკიდით. ეს დეკორაციას შეგიძლიათ სხვადასხვა ფერებით გააკეთოთ. დაკიდეთ ნაძვის ხეზე, ფარდებზე ან კედელზე. სახლის პირობებში კედლის ან ბუხრის გასაფორმებელი დეკორაციის გაკეთებაც შეგიძლიათ. ამისთვის დაგჭირდება დეკორატიული ქსოვილი. გამოჭერით სასურველი ზომის და ფორმის ნაჭერი. აიღეთ გირჩები და წებოთი კარგად დააწებეთ ქსოვილს. მეტი ეფექტისთვის გირჩის ქვეშ წიწვებით მიაწებეთ. უკეთესია თუ წიწვებს თმის ლაქს შეასხურებთ გასამაგრებლად. აიღეთ ლენტი, გააკეთეთ ბანტები და კარგად მიაკერეთ ქსოვილს. შეგიძლიათ გააფორმოთ მძივებითაც. თქვენ გამოგივათ ძალიან ლამაზი საახალწლო დეკორაცია, რომლითაც შეძლებთ როგორც კედლის, ასევე ბუხრის გაფორმებას. საკმაოდ მარტივია უბრალო გირჩას შემატოთ ისეთი დეტალი, რომელიც მას საახალწლო დატვირთვას მისცემს. აიღეთ პატარა ოთხკუთხედი ფორმის ტულის ნაჭერი. ფერადი ძაფით გაყავით შუაზე და მიიღებთ ბანტს. მიაკერეთ გირჩა, დაკიდეთ ნაძვის ხეზე ან ფარდაზე. უკეთესია თუ გააკეთებთ სხვადასხვა ფერებშიც. როგორც ნახეთ, სულაც არ არის აუცილებელი დიდი თანხის გადახდა საახალწლო გაფორმებაში. საკუთარი ხელით გალამაზებული ოთახი ბევრად სასიამოვნო და ეფექტურია. ამ ყველაფრის გაკეთებით კი საახალწლო განწყობას პირველ რიგში თქვენ აიმაღლებთ.